როგორ მოახერხა პუტინმა ამდენი მკვლელობის ცდელობის გადატანა? შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ის სოფლიოში ყველაზე იღბლიანია, მაგრამ სინამდვილეში იღბალი არაფერ შუაშია. ყველაფერი მისი ექვსფენიანი დაცვის სისტემის დამსახურებაა, რომელიც მას პრაქტიკულად შეუძლებელ სამიზნედ აქცევს. პუტინის პირველი დაცვის ხაზი არის ფედერალური დაცვის სამსახური. მათი მთავარი მისიაა მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოება, ნებისმიერი გზით. ამ უწყება შეზღუდული ბიუჯეტი არ აქვს. მათი ხარჯები საიდუმლოა, მაგრამ ითვლება, რომ მილიარდობით რუბლს მოიცავს. აქ 50,000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მათი მომზადება ინტენსიურია, თუმცა პუტინის შემდეგი ძალოვანი სტრუქტურის მომზადებას ვერ შეედრება. 2016 წელს პუტინმა შექმნა როსგვარდია, კერძო არმია, რომელიც პირდაპირ მას ექვემდებარება. ეს ძალა 340,000-ზე მეტ ჯარისკაცს ითვლის. მათი მთავარი მისია არ არის პუტინის გარემტრებისგან დაცვა, არამედ შიდა საფრთხეების, მაგალითად გადატრიალების ან სამხედრო აჯანყების ჩახშობა. პუტინის ბოლოდაცვის ხაზი არის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური. სწორედ ისინი არიან ის მცველები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტყვიასაც გადაეფარებიან, თუმცა მათი გამოყენება უკიდურეს შემთხვევებშია საჭირო. წესით საფრთხე მანამდე უნდა მოისპოს, ვიდრე უშუალოდ მცველებს ჩარევა მოუწევთ. თუ პუტინის პირად მცველებს მოქმედება უწევთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე 2500-ზე მეტი ადამიანი საკუთარ საქმეში ჩავარდა.